თევზის წვნიანს, აი ამ ფორმით ბავშვები დარწმუნებული ვარ, რომ გასინჯავენ. თევზის კრემსუპი. დაგჭირდება ორაგულის სტეიკი 150 გრამი და ქაშაყი 150 გრამი. 3 ცალი პომიდორი, წითელი ბულგარული 1 ცალი და წითელი ხახვი 1 თავი, 2 კბილი ნიორი, 1 ცალი დაფნის ფოთოლი, ნახევარი კონა ოხრახუში, ზეითუნის ზეთი 30 მილილიტრი, პილპილი და მარილი გემოვნებით, შავი პური, მწვანე ტობიკო. თევზის წვნიანი. გარწმუნებული ვარ, არც ერთ ბავშვს არ უყვარს, მით უმეტეს ადრეულ ასაკში თევზის წვნიანი, რომელიც ესეთი სასარგებლოა, ბევრ საჭირო ვიტამინებს შეიცავს, რაც თავარია ფოსფორი, რომელიც ბავშვის სწორი განვითარებისთვისაა საჭირო და ვფიქრობ, რომ ეხლა მოვამზადებ ისეთ თევზის წვნიანს, რომელიც ბავშვებსაც მოეწონებათ, ლამაზი ფერი ექნება, კარგად გამოიყურება და ძალიან გემრიელია. დავიწყეთ. პირველ რიგში ავანთოთ ცეცხლი და ზეითუნის ზეთზე, რაც კიდევ უფრო სასარგებლოა, უნდა მოვშუშოთ ოდნავ ხახვი. აქ მაქვს წითელი ხახვი, რომელიც ცოტათი მოტკბოა, თანაც უფრო გემრიელი არომატი აქვს, უხეშად ჭრით, იმიტომ რომ მაინც უნდა დავაბლენდეროთ. ნიორი, 2 კბილი. ესეც ქვაფში ჩავყაროთ და დავიწყოთ თევზის დამუშავება. აქ მაქვს ორაგულის სტეიკის ნაჭერი, რომელსაც ძვალს ამოვაცლით. რა თქმა უნდა, კანიც უნდა მოვაცალოთ. ორაგული ერთ-ერთი ყველაზე ცხიმიანი და გემრიელი თევზია, რომლის ნახარშიც ასევე კიდევ უფრო განსაკუთრებული გემოცი გამოდის. თევზი მზად გვაქვს, მაგრამ სანამ თევზს გადაუშვებთ ქვაფში, დავჭრათ ბულგარული წიწაკა. ბულგარული წიწაკა კიდევ უფრო გემრიელს გახდის წვნიანს და შედარებით თევზის პირველყოფილ გემოს გადაფარავს. ეხლა დავჭრათ ორაგული და ჩავყაროთ ქვაფში. 2 წუთი ზუსტად მოვშუშოთ და შემდეგ უკვე დავუმატოთ წყალი და გახეხილი პომიდორი. დავიწყებ ქაშაყის დამუშავებას. ქაშახს წვნიანში არ ვუმატებ, ბოლოს შემწვარ ფილეს დავუმატებთ კრემსუპს. ერთი ცალი ფილე საკმარისი იქნება. კანიდან მოვხსნათ. გავჭრათ. მივიღეთ ესეთი 2 ლამაზი ნაჭერი. და დავუმატოთ 250 მილილიტრი წყალი. კარგად უნდა იხარშოს, გემო, ბოსტნეულმა და ორაგულმა კარგად უნდა გაუშვას წყალში. ვუმატებ 1 ცალ დაფნის ფოთოლს, სულ ცოტა შავ პილპილს. ოდნავ ცხარე რო არ გამოვიდეს და მარილი. გავხეხოთ პომიდორი. რა თქმა უნდა, ბავშვებისთვის მით უმეტეს ვამზადებთ წვნიანს ცოცხალი პომიდორით და არა ტომატ პასტით. თანაც ეხლა უკვე ვარდისფერი პომიდორი გვაქვს, რომელიც ძალიან არომატულია და სეზონური, რაც თავარია. გავხეხოთ კანის გარეშე. და ბოლო. პირდაპირ დავუმატოთ მდუღარე მასას. ამოურიოთ. მე მგონი ეს არა მარტო ბავშვებისთვის, ყველასთვის ძალიან გემრიელი წვნიანი გამოვა. აუწიოთ უკვე ცეცხლს. 5 წუთია უკვე დუღს ეს მასა, კარგად გაუჯდა არომატი. გამოვრთოთ, დავუმატოთ ცოცხლად ოხრახუში ცოტა.
რა თქმა უნდა, ცოცხალმწვანილს თანაც ვიტამინები მეტი აქვს. ამიტომაც არ ვადუღე მე მწვანილი. დაფნის ფოთოლი შეგვიძლია ამოვიღოთ უკვე. დამჭირდება ბლენდერი. გადმოვასხათ წვნიანი. ნახეთ როგორი ლამაზი ფერი მიიღო ორაგულის რო დაბლენდერდა ვარდისფერ პომიდორთან ერთად. დავიწყოთ ქაშაყის ფილეს შეწვა. ზეთი. ზეთი ზემოდანაც მოვასხათ, ცხელი ზეთი, რომ ყველა მხრიდან მომზადდეს თევზი. ამას აღარ ამოვატრიალებ. უკვე მზად არის. დაახლოებით 2 წუთი დაჭირდა ქაშაყის ფილეს შეწვას. ვიწყებთ სერვირებას. თეფშის ძირზე დავმალოთ, ასე ვთქვათ, ბავშვებისთვის თევზის ფილე. დავასხათ წვნიანი. და ამოვჭრათ შავი პური ყვავილის ფორმაზე. მე ვფიქრობ, რომ ესე უფრო გემრიელად და უფრო დაინტერესდებიან ბავშვები თუ რა არის. ამოვჭრი ჩვეულებრივ შავი პური მაქვს. აი ესეთი ორცხობილების გამოსაჭრელი ფორმა. ერთგვარი ხრიკია. და ფერისთვის დავადოთ შავ პურს ზემოდან მწვანე ტობიკო, რომელიც შავ და წითელ ხიზილალაზე ბევრად უფრო იაფი ღირს, გემრიელია და რაც თავარია იმ ვიტამინებს შეიცავს, რომელიც ჩვენ გვინდა რომ ჩვენმა ბავშვებმა მიიღონ. გავაფერადოთ, ასე ვთქვათ. დავადოთ წვნიანს. თევზის წვნიანს აი ამ ფორმით ბავშვები დარწმუნებული ვარ რომ გასინჯავენ. და შეიძლება ბოლომდე შეჭამონ. იმედი მაქვს. თევზის წვნიანი მზად არის.